მეგობრებო, ძალიან საინტერესო საკითხი მინდა განვიხილოთ თქვენთან ერთად. უტილიტარიზმი და კანტისეული მორალისეული ახსნა. კანტი მიიჩნევდა, რომ იმისთვის, რომ დავადგინოთ რა არის მორალური ქმედება, ამისთვის საჭირო რომ ავიღოთ ეს ერთი კონკრეტული ქმედება და წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ადამიანი ყოველ ჯერზე აი ამ ქცევას ახორციელებს. და მე გვექნება პასუხი, არის თუ არა ეს ქცევა მორალური. მაშინ როცა მაგალითად ერთ-ერთი ძაფრი ფილოსოფიური მიდგომა უტილიტარიზმი გვეუბნება, რომ შედეგი არის მორალური და გამართლებული, როდესაც შედეგი მოაქვს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ადამიანებისთვის, მაქსიმალურად კარგი შედეგის მომტანია. მაგრამ აქ ჩნდება აი მაგალითად მორალური დილემები, როგორიც არის, ხო, რომ აი მაგალითად მატარებელი მიდის, ეჯახება 5 ადამიანს, შენ შეგიძლია რომ შეუცვალო ამ მატარებელს მიმართულება, თუმცა იღუპება ადამიანი. აქ რომელი უნდა გააკეთოს სწორი, ხო, ანუ ეს 5 ადამიანი კი იღუპება და 5 ადამიანი ეხლა უხეშად რომ ვთქვათ, რა ჯობია 5 ადამიანი დაიღუპოს თუ 1 ადამიანი, ხო, რა უფრო დიდი ტრაგედია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს 5 ადამიანი იღუპება იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული პირობები მოხდა, ხო, გარკვეული შედეგები მოხდა. ანუშკამ დაღვარა ზეთი უკვე, ხო? რო გავიხსენოთ ბულგაკოვი, რაღაც ცხოვრებისეული მოვლენები ისე მიეწყო, რომ ეს 5 ადამიანი იღუპებოდა შენ დაუნებურად. მაგრამ შენ როცა ბუნების მოვლენებს ცვლი და შენ ირჩევ ვინ უნდა მოკვდეს. იმ ადამიანს ხომ ერთი სიცოცხლე აქვს, ხო? შენ უკვე ცვლი ვინ უნდა მოკვდეს. აი ამ შემთხვევაში ცოტა შეიძლება კრიზისი შევიდეთ. ან მაგალითად მეორე შემთხვევა. საავადმყოფოში წავს 5 ადამიანი, მე ყველა ორგანოს ნერვის მომხრე არ ვარ, რაც ცალკე ვიდეოსაგენია, თუმცა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითი, რომ კლინიკაში წავს 5 ადამიანი, ერთს ღვიძლი აკლია, მეორეს გული აკლია. კაი ვიცი რომ გული ვერ ეყდება. საავადმყოფო კლინიკაში მუშაობდი 2 წელი. ანუ მოკლედ ერთს აკლია, თქვათ, ფეხი, მეორეს ხელი, მესამეს რაღაცა, ხო, გულის გადანერგვა ჭირდება, თქვათ, მესამეს რაღაცა ღვიძლის უკმარისობა აქვს და მეხუთეს, თქვათ, არ ვიცი, რაღაცა სისხლის გადასხმა ჭირდება. და 5-ვე წელს კლინიკაში და ამ დროს მოდის ერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომელიც უბრალოდ ანალიზებზე ამოსული და სრულიად ჯანმრთელია. ანუ უნდა დავიჭიროთ თუ არა ეს სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, მოვუკლოთ და ამოვაცალოთ ორგანოები იმისთვის, რომ 5 ადამიანი გადარჩეს. ეს მეორე საკითხი. მაგრამ ეხლა ამ უტილიტარიზმის სასარგებლოსაც რომ მოვიყვანოთ, შემდეგი მაგალითი ეს სტიუარტ მილის მაგალითია, თუ არ ვწდები, ზუსტად დავუწდებ. მოკლედ, ანუ ასეთი შემთხვევა რომ წარმოვიდგინოთ, ტერორისტი ან შედის სადღაც შენობაში და 10 ადამიანს ჩააყენებს მწკრივში და გამოგარჩევს შენ და გეუბნება, რომ აირჩი ერთი ადამიანი და მე მას არ მოკლავ, მე მას გავუშვებ. ანუ შენ შეიძლება იფიქრო, რომ როგორ ავირჩიო და მე როგორ მე ყოველთვის იმედის შემომყურებს და მე სხვებს როგორ ჩახვედო თვალებში სანამ ისვრიან და აი ეს შემდეგ და ეს შემდეგ, ხო? მაგრამ რეალურად ეს 10 ადამიანი ისედაც მკვდარია რაღაც თვალსაზრისით, ხო? შენ თუ არ აირჩევ ერთ-ერთს. მაგრამ მეორე მხრივ ეხა ხო, ანუ აბსოლუტურად გასაგებია ისიც, რომ ანუ მე შეიძლება რა პრინციპით უნდა ავარჩიო, ხო, ბავშვი ავარჩიო, რო გადავარჩინო, მე ბავშვებიდან რომელი ბავშვი ავარჩიო, თუ ბავშვი არ არის ქალი ავარჩიო, თუ ასეკის მიხედვით ვიხელმძღვანელო, თუ ანუ რისი მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელო, ხო, თუ ვიღაცა მაგალითად ანუ შეზღუდული შესაძლებლობები როქს, ან მაგალითად ვიღაცას ვიცი, რომ თქვა იქნები ვიღაცას პასუხისმგებლობა აკისრია სხვა ადამიანის წინაშე, საკმაოდ ისეთი რთული შემთხვევებია. მადლობა ყურადღებისთვის.